მოგესალმებით ხარვასლიდან სიუციაში დაიწყო იარაღის გამოფენა. აი აქ მესამე საფუძვზე ფამილიური გარემოქმედება დაიწყო. ეს სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა ჩვენ ვართ დაბლა. ქართული იარაღის მუზეუმი, მაგრამ ეს გამოფენა არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ ქართული იარაღის ისტორიისთვის და კულტურისთვის, ვისაც გაინტერესებს იარაღი, გამოვიდეთ და ნახეთ. აქ ხედავთ ხმლებს, აქ არის ვადაჯვრიანი ხმლები, აქ არის წარმოდგენილი ხევსურული იარაღი, აქ არის წარმოდგენილი კაბიანი ხმალი, კალდიმია, ჩანებული და გორდები. მეორე ანუ უადო ხმლებს, პოპოვის ნამუშევრებიცა, არის ვადაჯვრიანი ხმლები და შამშირებია რა, ძირითადად ძალიან მაგარი ხმლებია, ბევრი არ გამოფენილია არასდროს. აი აქ ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს თავადი, დასავლეთ საქართველოს თავადია. რა თავადია, აი ოფისთვის გასაღები და სარემონტო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. აქ თქვენ ხედავთ რა არის იშვიათი, აუცილებლად რომ იცოდეთ რა. ეს არის იარაღის განვითარების ეტაპები, ანუ ესაა ფითილიანი, მერე არის საათის მექანიზმიანი, ეს თოფი, ეს ევროპული თოფია, ჩვენ ასეთებს არ ვაკეთებდით და მერე უკვე წარმოდგენილი არის კავკასიური თოფები. ოღონდ აი ეს თოფი ქვემოდან მეორე არის ორ ჩახმახიანი, ანუ ორჯერ დატენიდით და ორჯერ შეეძლო ერთ ულას გაესროლა, ანუ ერთი რო გაისვრიდა, მეორე კარგად იყო ნაბდით გაჭედილი და მეორე ეს მეორე. კი, ეს არის მუჯი რა, რაზეც დებდეთ, არა, ჯერ ერთი მერე მეორე. ანუ ცალ-ცალკე აქვს გამოსაკრავი, თუმცა მეორე გამოსაკრავი აკლია. აქ არის ჯოხი, ჩამოსადები ჯოხი, ჩრდილო კავკასიაში ორ ჯოხზე ჩამოდებდნენ ხოლმე. ჩვენ აი ესეთ შუბზე რაჭა-სვანეთშია მუჯერები აქვს და კიდე ძალიან იშვიათი არის ყავის ჩასადები, ანუ კავკასიის მუზეუმების უმეტესობაში ყავის ან ნაბდის თოფის ჩასადები არაა საერთოდ შემონახული. ეს საპირისამებრ. კი. და ასევე ხედავთ ორ თოფის ჩამოსადებს პირდაპირ თოფზეა დამაგრებული. ესეც არ არის ხშირი მოვლენა, აზიაში გავრცელებულია. ზემოთ ისევ საპირისამებრია და მგონი ის ცხოვრის თავისაა დაფარული. აქეთ აი აქ ასევე ხედავთ, ეს არის ქიზიყელი და აქ კახელი, როგორ ეწვათ ადრე 19 საუკუნეში და აქ აი დამშვენა აქ ამის. ეს არის ზარბაზნები, დადიანების ზარბაზნებია და კაჟიანი თოფები და ზემოთ არის თურქულ-კონდახიანი ფითილიანი თოფი. მასიური გველის ან დრაკონის კუჩებიანი და საპირისამეები, ეს ხუმბარები, ოღონდ ცოტა გვიანდელია. ეს ხუმბარები, ანუ არ არის სპარტული. აქაც ასევე არის შაველი და თუში და აქ ხედავთ დამბაჭი. და აი იარაღის მუზეუმისგან ჩემგან ეს ტყვეები შევცირეთ მუზეუმის საჩუქრად. აქ თქვენ ხედავთ საპირისამეებს, ოღონდ ეს არის ძალიან სხვადასხვანაირი დამბაჭები, ყველა კავკასიურია ძირითადად და რა განსხვავება. აი ეს არის უნიკალური, აი კონკრეტულად მეხუთე, იმიტომ რომ ეს არ გააუქმეს, ანუ ჩახმახი არ მოხსნეს და ფისტონი დააყენეს, ანუ გააუქმეს ტუჩები და თუ თქვენ ხედავთ, აი ფისტონის ჩამოსადები დაამატეს ზემოდან. ეს ძალიან იშვიათია და გარდამავალი პერიოდია, ეგ არის მე-19 საუკუნის დასაწყისი. იმიტომ რომ ფისტონი მაგ დროს შემოდის და მერე უკვე შემოდის საერთოდ უყვამდა დენის. აქ არის გუდამაყრელი და ხევსური. და აქ წარმოდგენილია ძალიან იშვიათი ფარები. აი ჩვენი მეიარაღე, ფარების ოსტატი. მე სავარაუდოდ ასეთი ფარი მინდა შევუკვეთო, თუ შევძლებთ გავაკეთოთ და რა ნიკოლოს. მოკლედ თუ ვისაც გაინტერესებს ჯაჭვები შევუკეთეთ ბატონ ნიკოლოს. ეს არის ხევსურული ფარი. ამ ფარის წარმომავლობა არ იციან, სადვარაუდოდ ქართლშია ნაყიდი, ოღონდ ეგ არის ილია ჭავჭავაძის მე მგონი საზოგადოების მიერ ნაყიდი. დანარჩენი არის ხევსურული ფარები, ერთ გირგოლიანი, ორიანი, ანუ გოლები და დამოკლონები. რაჭული ფარი ცოტა სხვანაირია, ის ღორის თავზეა. აი აქ ხედავთ სათითეებს, ღაჯიებს, აცევილებს, ნაჯახებს.
და ბოლოს აქ წარმოადგენე ხო არ დაგვაწყდეს რომ ძალიან საინტერესო ფერწერა ძირითადად დერეკლეს ბრძოლები აქ ხედავთ ძირითადად სპარსულ კულახურებს, აბჯრებს, ჩაჩქნებს და სამეფო აზრებს. მოკლედ ძალიან საინტერესო გამოფენა, ბევრს არ ვილაპარაკ. მოდი ნიკოლოსაც შევაფასებთ, ნიკოლოს რას გამოფენაზე? ლაივში. ძალიან კარგი ინტერესი. გამოფენა არ გვაქვს თვითონ რომ ყოველთვის ხელდა მახსოვს და ზოგადად გავსებონიზები ხოლმე ძალიან სასარგებლო არის ჩვენთვის ნახველის. იუს როგორც სტატიის სტატიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს არის წყარო საიდანაც აღზარდეთ ჩვენ იარაღს საჭირო საცეშები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირადად ნახოთ შევეხოთ დემიზიოს ისტორიას მაქსიმალურად სწორი და ავთენტური პროპორციებით აღვადგინოთ და დავამზადოთ შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანი არის კომისიები. არასარი გამოფენილი პირად და საკანონმდებლო არის. იმედია ბევრი მოკლედ მომზადეთ ბრძოლაში სიონის ვაში ვარ მესამე საფრთხეზე მოკლედ ვეთვიეთ ჩვენ იარაღის მუზეუმი არის დაბლა მიწისქვეშ რუინის მუზეუმის ტერიტორიაზე ჩვენ იქ უკვე ასეთ ლიფტებს ხელით შეეხებთ და სურათებს გადავიღებთ მოკლედ გელოდებით